ავერსი წარმოგიდგენთ სამედიცინო რადიო გვერდს იმედის კლინიკა სერგო კობალავასთან ერთად. ავერსი გიზურებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი. შუადღემშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით სერგო კობალავა, დიახ, ქუდი გეცნოთ ალბათ გადაცემის, ეს იმედის კლინიკაა და უახლოესი 9 საათის განმავლობაში პირდაპირ ეთერში ვიმუშაობ. დღეს 17 დეკემბერია, შაბათი დღე, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ყველას დღევანდელ დღესასწაულს ბარბარობას მოგილოცავთ. ახლა კი ძირითად საკითხზე გადავიდეთ, რა იქნება დღეს ჩვენი თემა, ამას ოდნავ მოგვიანებით გეტყვით, შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ ჩვენ საუბარს სტუმართან შემოუერთდეთ აქტიურად ორი სახით. პირველ რიგში შეგიძლიათ დარეკოთ სტუდიაში და უშუალოდ დასვათ კითხვა პირდაპირ ეთერში, ამისთვის შეგახსენებთ ტელეფონის ნომრებს 292 11 88 292 11 99 და მეორე გზა ეს არის Facebook-ი და იმედის კლინიკის Facebook-ის გვერდი, იმედის კლინიკა რადიო იმედი, ეს გახლავთ ჩვენი მისამართი, ხოლო ის კითხვები, რაც თემის ანონსის შემდგომ იყო დასმული, აუცილებლად გაჟღერდება გადაცემის ამა თუ იმ ნაწილში. მას რამდენიმე წამში მივესალმოთ დღევანდელ სტუმარს, მადლობას გადავუხდი რა თქმა უნდა მას მობრძანებისთვის და ამასთან ერთად წარმოგიდგენთ იმ საკითხს, რის ირგვლივაც დღევანდელი გამოშვება აიგება. გავრცელეთ ჯანმრთელობას. იმედის კლინიკა ღია ყოველდღე. დღეს მეგობრებო, ყურადღებას შევაჩერებ ასეთ საკითხზე, სტენოკარდია, თუმცა კონკრეტულად ვისაუბრებთ მის ერთ-ერთ ფორმაზე, რომელიც პროგნოზულად ბევრად უფრო საყურადღებო და სახიფათოა მოსალოდნელი საკმაოდ მძიმე გართულებებიდან გამომდინარე. ეს არის არასტაბილური სტენოკარდია. გადაცემის დასაწყისში მოკლედ გავშიფრავთ და შეგახსენებთ, რა არის გულის იშემიური დაავადება, რა არის მწვავე კორონარული სინდრომი. რა თქმა უნდა, შემდგომ გადავალთ უკვე არასტაბილურ სტენოკარდიაზე, მის მიზეზებზე, ხელშემწყობ ფაქტორებზე ვისაუბრებთ, იმ რისკ ჯგუფის პაციენტებს შევეხებით, ვისთანაც მეტად უფრო მოსალოდნელი ამ პოტენციურად სახიფათო მდგომარეობის განვითარება, კლინიკური სურათის თავისებურებაზე გავამახვილებთ ყურადღებას, მოსალოდნელ გართულებებზე, მკურნალობის ტაქტიკაზე და გადაცემის ბოლოს კი რა თქმა უნდა ჩვენი სტუმარი რჩევებს მოგვაწვდის შესაბამისი საკითხიდან გამომდინარე. ბატონი ალექსანდრე ესაკი, ავერსის კლინიკის კარდიოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, გახლავთ ჩვენი სტუმარი, მადლობა მობრძანებისთვის და მოგესალმებით ბატონო ალეკო. მოგესალმებით ბატონო სერგო, მივესალმებით თქვენს რადიო მსმენელებს. თავდაპირველად მოდით გავშიფროთ, როგორც თქვით და უბრალოდ შევახსენოთ რადიო მსმენელებს, რა არის გულის იშემიური დაავადება, რა არის მწვავე კორონარული სინდრომი, რა არის სტენოკარდია, რადგან ამ ტერმინოლოგიის გაშიფვრის გარეშე ალბათ რთული იქნება უშუალოდ ძირითად თემაზე საუბარი გაშლილად. კი ბატონო, გეთანხმებით აბსოლუტურად. გულის იშემიური დაავადება წარმოადგენს პათოლოგიას, როდესაც გულის კუნთი განიცდის იშემიას, ანუ ჟანგბადის დეფიციტს, ჟანგბადის მომარაგების თვალსაზრისის. ხოლო მწვავე კორონარული სინდრომი, როგორც ტერმინი აერთიანებს რამოდენიმე დაავადების, ასე რომ ვთქვათ, პათოგენეს, როგორც ეს არის მიოკარდიუმის მწვავე იშემიისათვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები და მოიცავს მიოკარდიუმის ინფარქტს ST-ს ელევაციით, მიოკარდიუმის ინფარქტს ST-ს ელევაციის გარეშე და არასტაბილურ სტენოკარდიას. ესენი გაერთიანებული არიან ერთი სახელწოდების ქვეშ, ვინაიდან მათი პათოგენეზი განაპირობებს ერთიან მექანიზმს. ბატონო ალეკო, მოდით გავშიფროთ, რომ მიოკარდიუმი, რადგან ამ ტერმინს ხშირად გამოვიყენებთ დღევანდელი საუბრის დროს, ეს არის გულის კუნთი, რომ ბევრად უფრო გასაგები იყო ჩვენი რადიოს მსმენელებისთვის. მაქსიმალურად შევეცდები ნაკლები ტერმინოლოგიით, რომ მაქსიმალურად გასაგები იყოს. სტენოკარდია საკუთარი ანატომიის, საკუთარი ფიზიოლოგიის მიზეზებიდან გამომდინარე და შემდეგ რას წარმოადგენს ეს პათოლოგიური მდგომარეობა და ორი ტერმინი არსებობს, სტაბილური და არასტაბილური სტენოკარდია. რითი განსხვავდება ეს ორი მდგომარეობა ერთმანეთისაგან და ალბათ ამეთანხმებით, რატომ ითვლება არასტაბილური სტენოკარდია პროგნოზული თვალსაზრისით ბევრად უფრო სახიფათო პრობლემად ვიდრე იგივე სტაბილური სტენოკარდია. დიახ. სტენოკარდია როგორც ასეთი არის გულის ტკივილი, გულის არეში, ხოლო დღეს რაც გვაქვს საუბრის თემა, ეს არის არასტაბილური სტენოკარდია, რომელსაც ახასიათებს ტკივილი გულის არეში, რომელიც არის უეცრად წარმოქმნილი. მას ახასიათებს, ესე იგი, შეიძლება განვითარდეს მოსვენებელ მდგომარეობაში, ან მცირე ფიზიკური აქტივობისას ის გრძელდება 20 წუთი და მეტი ხანგრძლივობით და თუ არ მოხდა, რა თქმა უნდა, ნიტროგლიცერინით კუპირება.
ასევე ეს არის აღლად აღმოცენებული, ანუ მხედველობაში მაქვს სიმპტომების განვითარებიდან ერთ თვეზე ნაკლები დროის პერიოდი არის გასული და ასევე ახასიათებს პროგრესირებადი ხასიათი, კრეშენდო ხასიათი, როდესაც ყოველი მომდევნო ტკივილი უფრო მეტი ხანგრძლივობით, მეტი ინტენსივობით და მეტი სიმძლავრით ხასიათდება ვიდრე წინა ეპიზოდი. მანუალეკო, სტენოკარდიის ტკივილი ცოტა გადავახტებით ემას და კლინიკურ სურათის ერთ-ერთ საინტერესო გამოვლინებას შევეხები. სტენოკარდიის ერთ-ერთი ტიპიური გამოვლინება, როგორც აღნიშნეთ, ეს არის ტკივილი გულის არეში. თუმცა ნებისმიერი ტკივილი სტენოკარდიას არ ნიშნავს. რითი გამოირჩევა არასტაბილური სტენოკარდიის ტკივილი ამ შემთხვევაში, რაც მეტად უფრო საყურადღებოა პაციენტის და მისი ახლობლების თვალსაზრისით? სტაბილური სტენოკარდიისგან თუ სხვა არაკარდიალური ტკივილის? არაკარდიალური, ანუ არაგულისმიერი ტკივილისგან ამ შემთხვევაში. ზუსტი დიფერენცირება გამოკვლევების გარეშე გაცილებით რთულია. ეს უკვე ხდება დიფერენცირება კლინიკაში, სხვადასხვა კლინიკური და კვლევების, ანუ ექიმის მიერ შეფასება ხდება. პაციენტისათვის რთული იქნება. ვინ არის უფრო მეტად საფრთხის ქვეშ, ვისთანაც მოსალოდნელი არასტაბილური სტენოკარდიის განვითარება, რისკ ჯგუფი პაციენტებისა და მიზეზები, ხელშემწყობი ფაქტორები რა უწყობს ხელს ამ მდგომარეობის განვითარებას? დიახ, მიზეზი რა თქმა უნდა ძირითადი ეს არის ათეროსკლეროზული პროცესის განვითარება კორონარულ არტერიებში, ანუ მათი დაზიანება. დისლიპიდემია არის ამის ძირითადი წამყვანი მექანიზმი, როდესაც სხეულოვანი ცვლის დარღვევა, როდესაც ხდება ათეროსკლეროზული ფოლაქის ჩამოყალიბება და შემდგომ მისი დესტრუქცია რღვევა. ხელშეწყობი ფაქტორებიდან შეიძლება განვიხილოთ ისეთი ფაქტორები, როგორიც არის ჰიპერტენზია, სტრესი, სიგარეტის მოწევა, ანემია და სხვა. ხოლო რაც შეეხება რისკ ჯგუფებს, ჯგუფები არის მოდიფიცირებადი და არამოდიფიცირებადი რისკ ჯგუფები. ესენი არის ჭარბი წონა და სიმსუქნე, ეს არის ალკოჰოლისა და ნიკოტინის მავნით გამოყენება. ეს არის ადინამია, ანუ არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა, ეს არის ასაკი, როდესაც 55 წელზე მეტი ასაკის არის პიროვნება, ეს არის სქესი, მამრობით სქესში უფრო გაცილებით 2-4 ჯერ უფრო ხშირი არის აღნიშნული დაავადება ვიდრე მდედრობითში. ასევე ეს არის შაქრიანი დიაბეტი, მემკვიდრეობითი დატვირთვა, როდესაც გენეტიკურად არის დატვირთული პიროვნება და მის წინაპრებს აღენიშნებოდა გულსისხლთა დაავადებები, ჰიპერტენზია და სხვა. გამოვლინებებს რაც შეეხება არასტაბილური სტენოკარდიის, მოდი ჩავთვალოთ, როცა ვსაუბრობთ ტიპიურ კლინიკურ მიმდინარეობაზე, რას უნდა ელოდოს პაციენტი ამ შემთხვევაში და რა კლინიკურ სიმპტომებს უნდა მიექცეს ყურადღება ადამიანს, ვისაც არასოდეს თავის ხოვრებაში არ აწუხებდა გულის არეში ლოკალიზებული ტკივილი, მაგრამ მას აქვს ის რისკ ფაქტორები, რაც ახლა ჩამოთვალეთ და მასთან მეტად უფრო მოსალოდნელია ამ მდგომარეობის განვითარება. რას უნდა მიექცეს ყურადღება ამ დროს? კლინიკური სურათის თვალსაზრისით ძირითადი სიმპტომი, რა თქმა უნდა, ეს არის ტკივილი. ტკივილი შეიძლება იყოს ლოკალიზებული გულმკერდის არეში, ასევე ის შეიძლება გადაცემას, ანუ iradiatsias ახდენდეს ხელში, მარცხენა ხელში, ბედში, ქვედაყბაში, ეპიგასტრიუმის არეში. ასევე აღსანიშნავია, შეიძლება მას პაციენტს ჰქონდეს მოჭერითი ხასიათის ტკივილი, ან წვა, ან სიმძიმის, ან მოხრჩობის შეგრძნება და გარკვეული დისკომფორტი. ასევე არის საყურადღებო ეგრეთ წოდებული სტენოკარდიის ექვივალენტი, როგორიც მაგალითად შეიძლება არ იყოს ტკივილი, მაგრამ აღინიშნებოდეს სუნთქვის გაძნელება, ძლიერი დაღლა, სისუსტე, თავბრუსხვევა, გულისრევა, უფლიანობა, გონების დაბინდვა, სინკოპე და რაც სხვა. და სხვა, რომელიც ასევე განიხილება როგორც სტენოკარდიისათვის დამახასიათებელი ფაქტორი. თქვენი ნებართვით მე შევახსენებ რადიომსმენელებს, რომ ამ ხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა შაქრიანი დიაბეტი დაავადებული პაციენტები, ვისთანაც არასტაბილური სტენოკარდია და ზოგადად მწვავე კორონარული სინდრომი შეიძლება საერთოდ ტკივილის გარეშე მიმდინარეობდეს. რა თქმა უნდა, ეს არის მდგომარეობა, როდესაც შესაძლოა მიოკარდიუმის ინფარქტიც კი განვითარდეს უმტკივნეულო ფორმით. მანუალეკო, რატომ არის არასტაბილური სტენოკარდია მეტად უფრო საყურადღებო მდგომარეობა და რა მძიმე გართულებებია მოსალოდნელი ამ სიტუაციის დროს, თუ არ იქნა ჰოსპიტალიზირებული პაციენტი და ალბათ დამეთანხმებით, რომ არასტაბილური სტენოკარდია ეს არის პირდაპირი ჩვენება პაციენტის კარდიოლოგიურ კლინიკაში მოთავსებისა. დიახ. არასტაბილური სტენოკარდია შეიძლება ერთგვარად ინფარქტის წინა მდგომარეობათაც კი განვიხილოთ. მისი ძირითადი გართულება არის მიოკარდიუმის ინფარქტის ჩამოყალიბება და აქედან გამომდინარე წარმოადგენს ძალიან დიდ საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის.
ასევე მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ შეიძლება განვითარდეს გულის უკმარისობა, არითმიები და სხვა. რა ხდება გულის სილზარღვებში, როდესაც პაციენტს ეწყება არასტაბილური სტენოკარდია, რადგან აქ ძალიან საინტერესო განსხვავება არის სტაბილურ და არასტაბილურ სტენოკარდიას შორის, რადგან პროგნოზული თვალსაზრისით სტაბილური სტენოკარდიის არსებობის დროს მეტად უფრო ნაკლებად მოსალოდნელია მძიმე გართულებები, რაც ვერ ვიტყვით ამ მდგომარეობაზე, რაზეც დღეს საუბრობთ. ახლა არასტაბილური სტენოკარდიის დროს ხდება უშუალოდ ათეროსკლეროზული ფოლაკის დესტრუქცია, ანუ მისი რღვევა და შეიძლება უეცარი თრომბოზი, შეიძლება სრულად ოკლუზირება მოხდეს და მიოკარდიუმის ინფარქტის ძალიან მაღალი რისკია ჩამოყალიბების განსხვავებით სტაბილური სტენოკარდიისაგან, რომელიც უფრო პროგნოზული თვალსაზრისით დადებითია და ექვემდებარება ხშირად მედიკამენტოზურ მკურნალობას, ვინაიდან იმ შემთხვევაში ნელა პროგრესირებს ათეროსკლეროზული ფოლაკი და არ განიცდის დესტრუქციას. მადლობთ მე თქვენი ნებართვით შევახსენებ რადიო მსმენელებს, დღეს საუბრობ თემაზე არასტაბილური სტენოკარდია. ალექსანდრე ესაკია ჩვენი სტუმარი და ახლობით 4-5 წუთი გვაქვს დარჩენილი, შედარებით ნაკლები დრო, როგორც მანიშნებენ 2 წუთი. დავიწყოთ იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რაც Facebook-ის საშუალებით არის მოსული, თუ ვერ მოასწრებთ გადაცემის მეორე ნაწილში განვაგრძელოთ ამ კითხვების დასმა. როცა ვნერვიულობ, ძალიან მტკივდება გული, დამიწყებს მოჭერას და შეიძლება საათობით გაგრძელდეს. ველოდები ვალიდოლი და ნოშპაც ძლივს მიხსნის. ძალიან მეშინია ინფარქტის, რას მირჩევთ? პირველ რიგში უნდა მივმართოთ, რა თქმა უნდა, ექიმს, რომ მოვახდინოთ დიფერენცირება, არის ეს კარდიალური გენეზის ტკივილი თუ არა. ჩაიტაროთ პირველი რიგის კვლევები, როგორც არის ელექტროკარდიოგრამა, ეხოკარდიოგრაფია და შემდგომ უკვე დეტალურად მიზნობრივად თუ დამატებით კვლევა იქნება საჭირო, უკვე ექიმი განმარტავს ამას. დედა ცუდად იყო რამდენიმე დღის წინ და სასწრაფომ კარდიოგრამა გადაუღო, გულის ფრიალი ჰქონდა და სუნთქვა უჭირდა. სასწრაფოს ექიმმა გითხრა, გულის ისემია ჩანსო და კარდიოლოგთან გაგვიშვა. ჯერ ვერ მივიყვანე საშიშია თუ არა ეს დიაგნოზი და თქვენი რჩევა მაინტერესებს. რა თქმა უნდა საშიშია, მით უმეტეს თუ უკვე აღინიშნება ელექტროკარდიოგრაფიულად ცვლილებები და დაფიქსირდა ისემიური ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე, ეს აუცილებლად მოითხოვს მკურნალობას. შესაძლოა შემოიფარგლოს მედიკამენტოზური მკურნალობით, შესაძლოა დაჭირდეს ინტერვენციული ჩარევა, ეს უკვე დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. და ამ ეტაპზე ბოლო შეკითხვა და შემდგომ წამიერი პაუზა ავიღოთ. ყოველთვის როცა წნევა მიწევს, მეწყება გულის ტკივილი, თავის საერთოდ არ მტკივა და სწორედ გულის ატკივებით ხვდები, რომ მაღალი წნევა მაქვს. რატომ ხდება ეს? საშიში ამ დროს თუ არა გულის ტკივილი? საყურადღებო არის, რა თქმა უნდა, მაღალი წნევის დროს მოთხოვნილება ჟანგბადზე იგრძნობა გულის კუნთში, დიდი ალბათობით მას ახასიათებს ისემიური დაავადება და ამ დროს ადეკვატურად ვერ ხდება გულის კუნთის ჟანგბადით მომარაგება, რაც იწვევს შესაძლოა სტენოკარდიული ტკივილის განვითარებას. ეს აუცილებლად მოითხოვს. ძალიან საყურადღებო სიმპტომია ამ შემთხვევაში. ძალიან საყურადღებო არის ერთი. მადლობთ, ჩვენ სარეკლამო ჭრილი გვაქვს გადაცემაში, რეკლამის შემდგომ განვაგრძობთ საუბარს. რა თქმა უნდა ამოწურავთ იმ შეკითხვებს, რაც დასმული იყო და შემდგომ უკვე გადავალთ ძირითად სასაუბრო თემაზე, ანუ არასტაბილურ სტენოკარდიაზე. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. იმედის კლინიკა ღია ყოველდღე. გრძელდება მეგობრებო იმედის კლინიკა, ჩვენ საუბრობთ ავერსის კლინიკის კარდიოლოგთან ალექსანდრე ესაკიასთან ერთად თემაზე არასტაბილური სტენოკარდია. რამდენიმე შეკითხვა რაც დაგვრჩა, ბატონო ალექსანდრე, მოდით გავცეთ ამ კითხვებსაც პასუხი. საკმაოდ საინტერესო შეკითხვები აქვს გამოგზავნილი რადიო მსმენელებს და მიხარია. მამას ჰქონდა გადატანილი ინფარქტი 1 წლის წინ და საავადმყოფოში 2 სტენტი ჩაუდგეს. კარგად იყო, თუმცა ბოლო 2-3 კვირა ისევ დაიწყო ტკივილები გულის არეში, ძალიან ხანმოკლე და ჩხოლეტითი, მაგრამ მაინც აქვს. ექიმთან არ მომყვება ჯერ, მითხარით, რამდენად საყურადღებოა ეს ნიშნები შესაბამის პაციენტში? საყურადღებო არის, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ მოხდა სტენტირება 2 წლის წინ, როგორც აღნიშნა პაციენტმა, შესაძლოა იყოს ახალი კერა, იმ მომენტში მოხდებოდა, როდესაც იყო კრიტიკული სტენოზი იმ კერის სტენტირება, ხოლო თუ სხვა ახალი კერა განვითარდა, ის ასევე მოითხოვს ხელახალ დიაგნოსტირებას, კორონაროგრაფიას და შესაძლოა უკვე ჩარევას და ახალ სტენტირებას. ნებისმიერ შემთხვევაში ყოველთვის ითვლება ესეთი პაციენტი მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტად და როდესაც უკვე არის დიაგნოსტირებული გულის კორონარული დაავადება და მაღალი რისკის წარმოადგენს. ღამე მეღვიძება გულის ტკივილის და ჰაერის უკმარისობის გამო. შეიძლება 2-3 საათი ვეღარ დავიძინო, არც გადატრიალება მშველის, არც ფეხზე ადგომა, სანამ დამამშვიდებლებს არ დავლევ, არ დამეძინება და მერე დილისკენ
წყნარდები, რომელ ექიმს უნდა მიუმართო ამ დროს. საჭირო ასევე რა თქმა უნდა ნევროლოგის ჩართვა, ვინაიდან ფსიქოემოციური ფონის შედეგად აღინიშნებოდეს მსგავსი ჩივილები, ჰქონდეს შესაძლოა სპაზმი, ვინაიდან პაციენტი აღნიშნავს, რომ დამამშვიდებელი აძლევს შვებას, თუმცა ურიგო არ იქნებოდა პარალელურად კარდიოგრამის და კარდიოლოგთან ვიზიტი, რომ მაინც გამოირიცხოს კარდიოლოგიური პრობლემა. ანუ პირველ ეტაპზე ამ ორი პროფილის ექიმთან ვიზიტს მაინც გურჩევთ. სტენოკარდიული ტკივილები მაწუხებს და დანიშნული მაქვს ნიტროგლიცერინი, თუმცა როგორც კი ენის ქვეშ დავიდებ, ცოტა ხანში ისე მისკდება თავი, რომ შეიძლება გავგიჟდე ექიმმა მითხრა, ვერაფერს ვიზამ, რადგან ეს ნიტროგლიცერინის გვერდითი ეფექტია. მართლაც არ არსებობს არაფერი ისეთი, რომ თავი არ მისკდებოდეს ამ წამლის მერე. ზოგადად ახასიათებს, რა თქმა უნდა, ნიტროგლიცერინის თავის ტკივილი, ძირითადად ეს ახასიათებს ხანმოკლე მოქმედების ნიტროგლიცერინებს, რომელსაც პაციენტში ძალიან ძლიერი ეს ტკივილი ინდივიდუალური არის, რა თქმა უნდა. პროლონგირებად ნიტრატებს, რომლებიც გამოიყენება სამკურნალოდ ნაკლებად ახასიათებს, მაგრამ თუ პაციენტი მაინც აღნიშნავს, აქვს აუტანლობა, მაგ შემთხვევაში ნიტრატი არ ინიშნება. მამა ძალიან ახალგაზრდა ასაკში დამიღუპა ინფარქტით, სულ რაღაც 46 წლის იყო. ძალიან მეშინია, მეც არ დამემართოს რაიმე მსგავსი, ახლა 36 წლის. მირჩიეთ რა გამოკვლევები უნდა ჩავიტარო და როგორ უნდა მოიქცე, რომ დაცული ვიყო მაქსიმალურად. გენეტიკური წინასარგანწყობა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს აუცილებლად 100%-ში წარმოადგენს საფრთხეს, მაგრამ მიუხედავად ამისა პროფილაქტიკური თვალსაზრისით რა თქმა უნდა კარგი იქნება დინამიკაში დაკვირვება 6 თვეში ან მაქსიმუმ წელიწადში ერთხელ, თუნდაც ისეთი რუტინული კვლევები, როგორც არის ელექტროკარდიოგრამა, ეხოკარდიოგრაფიის გაკეთება, რომ დროულად აღმოჩნდეს თუ რამე არის პრობლემა წარმოქმნილი. და ბოლო კითხვა ამ ეტაპზე პერიოდულად ვიცი ხოლმე გულის ფრიალი თავისით მეწყება, თითქოს ამომივარდეს გული, ისეთი შეგრძნება მაქვს, მე თავისით გაივლის. კარდიოგრამა რამდენჯერმე გადავიღე და ვერაფერი აღმოაჩინეს. რა უნდა გავაკეთო, რომ დავადგინო რა მჭირს? ასეთ დროს რეკომენდირებული არის ჰოლტერის 24 საათიანი მონიტორინგი, ვინაიდან ეპიზოდური გულის ფრიალი შესაძლოა იმ მომენტში კარდიოგრამის გადაღებისას არ დაფიქსირდეს. ჰოლტერის მონიტორირებისას უწყვეტლივ მიმდინარეობს 24 საათის განმავლობაში EKG ჩანაწერი და უკვე ის მომენტი, როდესაც პაციენტი აღნიშნავს მსგავს სიმპტომატიკას, დაფიქსირდება ჩანაწერში და ექიმს ზუსტად ექნება მონაცემები თუ რა ხდება ამ დროს, არის არითმია, უბრალოდ სინუსური ტახიკარდია, აჩქარება, ან კიდე რამე სხვა დარღვევა. მადლობა დასმული კითხვებისთვის. ჩვენ რამდენიმე წუთი დაგვჭირდა გადაცემის ამოწურვამდე. ტაქტიკა, მოდით აუხსნათ როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი და მისი ახლობელი, რადგან ექიმის გამოძახების შემდგომ ექიმმა უკვე იცის რაც უნდა გააკეთოს, ამიტომ ჩვენი ინტერესის სფერო ამ ეტაპზე არ არის. ადამიანი, რომელიც არის მაღალი რისკის ჯგუფში, გამოვლინდა ძლიერი ტკივილი გულის არეში, როგორ იქცევა პაციენტი, ან ის მომსწრე ადამიანი, დაუშვათ ოჯახის წევრი, რომელიც იმ მომენტში იმყოფება პაციენტის გვერდზე. იმ მომენტში შეუძლია გამოიყენოს ნიტროგლიცერინი ტკივილის კულპირებისათვის, ასევე თუ არის მაღალი არტერიული წნევა, ანტიჰიპერტენზიული თერაპია, სწრაფად მოქმედი, მაგალითად კარტოფილი, როგორც იქნება თუ არის ტახიკარდია, საჭირო ასევე რითმის კორექცია, რომ დავზოგოთ ასე რომ თქვა გული და არ მოხდეს გულის გადატვირთვა და უფრო ეკონომიური თვალსაზრისით იმუშაოს გული. მაგ დროს მოთხოვნილება შესაბამისად შემცირდება ჟანგბადზე, ხოლო შემდგომ ჰოსპიტალიზაციის დროს რა თქმა უნდა მოითხოვს სტაციონარ მკურნალობას და უკვე ექიმი ჩაუტარებს შესაბამის მკურნალობას. დღესდღეობით პრაქტიკულად არ არსებობს მაგალითად თბილისში არც ერთი კარდიოლოგიური კლინიკა, სადაც არ ტარდება ინტერვენციული მკურნალობა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა არასტაბილური სტენოკარდიის ამ კონკრეტულ შემთხვევაში. რა შემთხვევაში ენიშნება პაციენტს შესაბამისი მკურნალობა? ანუ იგივე კორონაროგრაფია, სტენტირება, ვისთვის არის ეს აუცილებელი ეს პროცედურა, თუ რა თქმა უნდა დადასტურებულია არასტაბილური სტენოკარდიის დიაგნოზი? არასტაბილური სტენოკარდია მოითხოვს აუცილებლად სტაციონარ მკურნალობას და ასეთ დროს არის ორი სამკურნალო სტრატეგია. ეს არის ადრეული კონსერვატიული მკურნალობა, კერძოდ ანტიიშემიური მედიკამენტოზური მკურნალობა, რაც გაუმჯობესებს უკაცრავად ჟანგბადის მიწოდებას გულის კონტრაქტს, რომელიც გაუმჯობესებს ჟანგბადის მიწოდებას. ეს ამ დროს გამოიყენება ისეთი ჯგუფის მედიკამენტები, როგორც არის ნიტრატები, ბეტა-ბლოკატორები, კალციუმის ანტაგონისტები, ანტიაგრეგანტები და ანტიკოაგულიანტები და ასევე ტკივილის კულპირებისათვის შეიძლება გამოიყენოს მორფინის სულფატი. და მეორე სტრატეგია ეს არის ადრეული ინვაზიური, ანუ კორონარული ანგიოგრაფია შესაბამისი რევასკულარიზაციით. რაც შეეხება რა დროს ენიჭება უპირატესობა ინვაზიურ ჩარევას, ეს არის ის მომენტი, როდესაც კერძოდ ანტიიშემიური მკურნალობა მედიკამენტოზური თვალსაზრისით არ გვაძლევს შედეგს, მიუხედავად მაქსიმალური
გამოყენებული შესაძლებლობებისა და ასევე პაციენტი, როდესაც წარმოადგენს მაღალი რისკის ჯგუფს, ბოლო 6 თვის განმავლობაში მას ჩატარებული აქვს შუნტირების ან სტენტირების ოპერაცია, ანუ დიაგნოსტირებული არის უკვე კორონარული არტერიების დაავადება, ასევე წარმოიქმნება ელექტროკარდიოგრაფიულად ახალი შემთხვევები, ესტა სეგმენტის ელევაციის, ესე იგი მძიმდება, პროგრესირებს მდგომარეობა, თუ არის ასევე გამოხატული გულის უკმარისობა, როგორიც არის მაგალითად განდენის ფრაქცია ნაკლები არის 40%-ზე და ასევე მემკვიდრეობითი, რა თქმა უნდა, დატვირთვა. და ბოლოს რას ვურჩევთ პროგნოზი როგორია უბრალოდ არასტაბილური სტენოკარდიის დროს და რას ვურჩევთ პაციენტებს, ვინც მაღალი რისკის ჯგუფში იმყოფება, რომ მაქსიმალურად დაზღვეული იყვნენ ამ პათოლოგიის განვითარებისგან. დროული მკურნალობისა და ჩარევის შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა, როდესაც ის პრობლემა, ის სტენოზირებული უბანი კორონარულ არტერიაში მოხდება მისი სტენტირება, ანუ აღმოიფრხება ეს პრობლემა, შემდგომ პაციენტი განაგრძობს, რა თქმა უნდა, მედიკამენტოზურ მკურნალობას, ყურადღებას და ინფარქტის ჩამოყალიბება არ მოხდება, ხოლო თუ დროულად ვერ მოხერხდა დიაგნოსტირება ან სამკურნალო ღონისძიების განვითარება, რა თქმა უნდა, პროგნოზი არაკეთილსაიმედოა, ვინაიდან ეს სრულდება მიოკარდიუმის ინფარქტით, თავისი თანხლები გართულებებით. და როგორ მოიქცეს ადამიანი, ანუ ძალიან მოკლედ რჩევები, ანუ გარკვეული სუმირება გავაკეთოთ დღევანდელი საუბრის. დროულად უნდა მიმართოს, რა თქმა უნდა, ექიმს, უპირველეს ყოვლისა კარდიოლოგს, რომ მოხდეს ზუსტი დიფერენცირება, თუ არ არის სტენოკარდიის გამოწვევი, ანუ ეს ტკივილის დიფერენცირება რომ მოხდეს, თუ არის ეს არასტაბილური სტენოკარდია, უკვე დროულად მოხდება შესაბამისი მკურნალობის წარმართვა. თუ არ არის და არ მოითხოვს, შესაბამისად მოხდება მისი რეფერალი ნევროლოგთან ან სხვა მიმართულებით. დიდი მადლობა, დღეს მეგობრებო საუბრობდით თემაზე არასტაბილური სტენოკარდია და ვეცადეთ სტუმართან ერთად მაქსიმალური ინფორმაცია მოგვეწოდებინა თქვენთვის ამ პათოლოგიური მდგომარეობის შესახებ, რომელიც საკმაოდ ხშირია არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ ზოგადად მსოფლიო მასშტაბით. თავისი კლინიკის კარდიოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ბატონი ალექსანდრე ესაკია იყო ჩვენი სტუმარი. მადლობას გადაგიხდით მობრძანებისთვის და დაგიმშვიდობებით ალბათ მომავალ შეხვედრამდე. მადლობ თქვენ მოწვევისათვის. კარგად ბრძანდებოდეთ, ჩვენ ერთმანეთს ორშაბათიდან შევხვდებით ნახვამდის. ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი.